უნიკალური მნიშვნელობის კურორტის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. იმისათვის, რომ აბასთუმანი საბოლოოდ თანამედროვე და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურმა ფონდმა 70 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი აბასთუმანის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი ქართუს ინიციატივით კურორტის განვითარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მიზანი აბასთუმანის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კურორტად ჩამოყალიბება. Რამოდენიმე წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფონდ ქართუს დაფინანსებით დაბა აბასთუმანში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო. დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა რეაბილიტაციის პროექტი 70 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მოემსახურება დაბა აბასთუმანში ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას, საჯარო სივრცეების რეაბილიტაციას. ეს იქნება საბოლოო უკვე ეტაპი და ჩვენ მივიღებთ დასრულებულ საერთაშორისო დონის კურორტს. უნიკალური მნიშვნელობის კურორტის რეაბილიტაცია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია, რეკრეაციული ზონების მოწყობა და ქუჩებისა და გზების განახლება. მთავარი მიზანი აბასთუმანის იმგვარად განვითარებაა, რომ მისი ისტორიული, გარემო და კულტურული თავისებურებები სრულად შენარჩუნდეს. მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა აბასთუმანში აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებას. დამატებით 70 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც მოემსახურება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, შენობების, რეკრეაციული სივრცეების, სკვერების რეაბილიტაცია მოწყობას. ადიგენის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ დაბა აბასთუმანის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა და მისი რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის, რაც კურორტს ტურისტებისთვის მიმზიდველს გახდის, საბოლოოდ კი მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააძლიერებს. წინა წლებში თუ ტურისტი იყო თქვათ 10,000 ყოველწლიურად მატულობს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბოლომდე არ არის დამთავრებული რეაბილიტაცია, სასტუმროები ჯერ ბოლომდე არ არის ესე რომ ვთქვათ გახსნილი და ისევე მშენებლობები მიდის და ამის გარდა ადგილობრივი მოსახლეობამ მიიღო შვება იმ მხრივ, რომ მისი ადგილზე მოწეული პროდუქცია იყიდება. უამრავი ადამიანი არის დასაქმებული ჩვენი მუნიციპალიტეტიდან. დაბა აბასთუმანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მიესალმება ადგილობრივი მოსახლეობა. კურორტის მაცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს იხსენებენ და ამბობენ, რომ აბასთუმანის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის. კურორტის მიმართ გამოჩენილი ყურადღება კი პირველ რიგში ადგილობრივებზე აისახება. კიდევ რო ეხა მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი დაამატებს და განაახლებს ყველაფერს, რაც კი აქამდე იყო გაკეთებული და სიახლეებს შეიტანს, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის პირველ რიგში კარგი იქნება. ბიძინა ივანიშვილის წვლილი ძალიან დიდია და ბრმები უნდა ვიყოთ, რომ ადგილობრივი ვერ დავინახოთ. ძალიან ბევრი კარგი რამე კეთდება. მშენებლობები, რეაბილიტაციები მოხდა პირადად ჩემი სახლი, რომელიც ზანგრეული იყო, ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ეს ყველაფერი ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით. ეს ყველაფერი უწყობს ხელს აბასთუმანის განვითარებას და შეუწყო ხელი კერძო სექტორს. კერძო სექტორმა მოიზიდა თავის მშენებლობები მიმდინარეობს კერძო სექტორისა. ძალიან წინ მიდის აბასთუმანი, პერსპექტიულია ეს და ეს მოსახლეობისთვისაც კარგია, სახელმწიფოსთვისაც. მთელი ზაფხული აქ მშენებლობა იყო და აგერ შედეგი სახეზეა და შეძლების დაგვარად ყველაფერი კეთდება. ბიძინა ივანიშვილის დიდი კმაყოფილი ვარ. უნიკალური კურორტის აბასთუმანის განვითარებისთვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ქართულ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს. მათ შორის აშენდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ახალი ცენტრი და ამბულატორია. დასრულდა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურისა და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა. დასრულდა კურორტ წყალმომარაგება, წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა რეაბილიტაცია. კურორტის განვითარებისათვის გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული აღდგენა, აბასთუმნის შემოვლითი გზისა და სასტუმრო კომპლექს პარაგრაფის მშენებლობა.